ნიკა საღამოშვიდობის თქვენ პოლიტიკაში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგიგროვდათ და დღეს ერთი საინტერესო მომენტი რაც მე შევამჩნიე, ასე ვთქვათ, ჩემი დაკვირვებული თვალით ამ მხრივ იყო კობახიძის და დანარჩენების მცდელობა, ყველამ ესე ოსტატურად ვერ შეძლო. აქცენტი გაეკეთებინა თითქოს იმაზე, რომ ისინი არიან გამაერთიანებლები და რომ ოპოზიცია, ის აქტივისტები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან რეალურად საქართველოში, ისინი ხლეჩენ საზოგადოებას და ასე შემდეგ. თუმცა ამავე დროს კობახიძის როგორც ახლა უკვე ორი რამის თავმჯდომარის, მთავრობის და პარტიის თავმჯდომარის პოსტ ზურგ გამაგრებული და რასთავარი ივანიშვილის მხარდაჭერის ზურგ გამაგრებული, გამოაჩინა რომ ის მზად არის კიდევ უფრო ხისტ ზომებზე წავიდეს. აქ სალომე ზურაბიშვილი მან შემთხვევით არ ახსენა, იმიტომ როგორც ჩანს მათი სამიზნეები უკვე ლიდერები იქნებიან. თქვენ სამიზნე არაერთხელ ყოფილ ხარ და ახლაც სამიზნის თვალით გაკვირდებიან, მაგრამ რასელით ამ ყრილობის შემდეგ, აი ეს თქვენი შთაბეჭდილება მაინტერესებს, რა ხაზით გააგრძელებს სვლას ქართული ოცნება, კიდევ უფრო ხისტი გახდება თუ არა და თუ გახდება, რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს მას ოპოზიცია. მადლობა გიორგი მოწვევისთვის, მივესალმები თქვენს მაყურებლებს. დიახაც, ეს ადამიანები ვფიქრობ ყოველდღე ამას ცდილობენ, რაც თქვენ ახლა ახსენეთ, ისინი ცდილობენ საკუთარი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით წარმოაჩინონ თავიანთი თავი იმ დაგვარად, აი როგორებიც გავიხარდებოდა, რომ ხელისუფლებაში ყოფილიყვნენ, მე რა რომ ქართული ოცნება ერკვეოდათ. ნეტა მართლა ისეთები იყვნენ, როგორადაც მათი პროპაგანდა წარმოაჩენს. პროპაგანდა არ დაჭირებოდათ ნეტა არ დაჭირებოდათ პროპაგანდა, ნეტა გამაერთიანებლები ყოფილიყვნენ და ნეტა პატრიოტები და ისტორიულ მისწრაფებებზე უარი არ ეთქვათ და კორუმპირებულები არ ყოფილიყვნენ და ავტოკრატიული რეჟიმის შენებობით არ დაკავებული იყვნენ და ოლიგარქები დეტავე მართლა ასე ყოფილიყო და რა მნიშვნელობა აქვს ხელისუფლებაში რომელი პოლიტიკური პარტია იქნებოდა პაექრობა, იქნებოდა შეჯიბრებითობა, ხო, ყველა გავიხარდით. მაგრამ საქმელი ჩვენი უკვე ემპირიული გამოცდილებით, ვინც განსაკუთრებით ეხლა თქვენ რა გამოგაპარებთ, ხო? და ვინც აქტიურად არის ჩართული. სულ ფოდორფოდ ცოტა რჩება. კობახიძეს მათ შორის ურთულესი არის. მე პირადად გონია, რომ დღეს მაგალითად ერთ-ერთი მიზეზი, რომ ივანიშვილი სიტყვითაც კი არ გამოვიდა, სულ მცირე რაღაც არ ვიცი 2-3 წუთიანი სიტყვითაც არ გამოვიდა. თუ უთხოვდა, უნდა ეთქვა, დაეწყო და დაესრულებია დიფსეითით და გლობალურობის პარტიას აღარ ახსენებდა და მსგავსი არანორმალური ფრაზებით უნდა შეემო. ნიკა, როგორ ფიქრობთ, რატომ მოიქცა ეს მისი სიფრთხილის გამოხატულება უკვე ტრამპის ადმინისტრაციასთან მიმართებაში? კიდევ უფრო დაამძიმოს სიტუაცია. ივანიშვილი ნებისმიერი ჩვენგანი რომ ყოფილიყავით მის ადგილას აი ახლა, ჩვენ ვიქნებოდით ძალიან რთულ მდგომარეობაში. ვინც არ უნდა იყოს და ამ შემთხვევაში არის ივანიშვილი და ღმერთად დაიპაროს სხვა ამ ქვეყანაში მის ადგილას მომავალში. ის არის სადღაც შუაში გაკვეხებული ახლა იმ პროცესში, რომელიც მან თავად წამოიწყო, ეს ძალადობრივი პროცესი, რეპრესიული მექანიზმების ამუშავება, მაგრამ ქვეყანაში აგერ რა გერთვებით, ხო, თაწმინდიდან გერთვებით სარაჯიშვილის ქუჩიდან, ეხა ჯერჯერობით მიუხედავად წარმოუდგენელი პრობლემებისა, რომელსაც უმკლავდებით, რახანა ეხა ეთერში ვარ მე თქვენი სტუმარი, არსებობს ეს თქვენი გადაცემა, ხო? და კიდე რამდენიმე მაუწყებლობა. მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები არსებობენ, სამოქალაქო საზოგადოება არსებობს, მიუხედავად დაკისრებული ჯარიმებისა, გირაებისა, მაინც არსებობს. ბრძოლაში ვართ, სანამ ვართ წინააღმდეგობაში და ბრძოლაში, აქაურობა ბელორუსია ვერ იქნება, მაგრამ ამას აცნობიერებს ივანიშვილიც და ჰიბრიდული ავტოკრატიული აი ეს წყობილება მისთვის არის საფრთხე. ეხლა ან უნდა წავიდეს სრულით ბოლომდე, აი ეს შეძახილი მანაც უნდა აიტაცოს და ბოლომდე უნდა წავიდეს და 50 პოლიტიკური პატიმრის დაცვად მინიმუმ 1000 პოლიტიკური პატიმარი უნდა ყავდეს ქვეყანაში და არც ერთი მაუწყებლობა, არც ერთი ოპოზიციური არავინ არაფერი არ უნდა აკეთოს ვერა. ან უნდა რა უნდა ხნას, ხო? უკან უნდა დაიხიოს. ვერც ეს აკეთებს ჩემი შეფასებით ამ ეტაპზე და ვერც მეორეს აკეთებს. თან წამოეწია ის რეალობა, რომელიც აგერ გუში ყველა შევიტყეთ, ხო? მეგობარი აქტის თვალსაზრისით, ბევრი სკეპტიკურად იყო, ბევრი ოპტიმისტურად იყო განწყობილი
მაგრამ დავინახეთ, რომ ეს პროცესი ამ მიმართულებითაც პროგრესირებს. ამას ხედავს არა მარტო გიორგი თარიამაძე და მისი სტუმარი ნებისმიერი და მაყურებელი, არამედ ივანიშვილიც, ხო? და ეს აქტი, რომელიც გუშინ ამ ეტაპს გადიოდა და ეს ერთი ეტაპი მნიშვნელოვანი გაიარა, აღიარება საუკეთესო ჩვენი პარტნიორი, ჩვენი ანუ ხალხის და ქვეყნის პარტნიორების მხრიდან, რომ ხალხი არის ამ ქვეყანაში, ქართული ხალხი მართალი. და გამთხუნდა კიდევ ერთხელ ივანიშვილის რეჟიმი, ხო? კიდევ უფრო კაფიო ნაბიჯი ქმედებით ნაბიჯი გადაიდგა დელეგიტიმაციის მიმართულებით, კონკრეტული სიაც კი არის უკვე ცნობილი იმ ადამიანებისა, ვინც აი ამ ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ მოექცევიან და რა თქმა უნდა ივანიშვილი ჩემს აზრით შეიკავა ამიტომ თავი ამ ეტაპზე, რომ ყოფილიყო უკმეთი ყოფილიყო არ ვიცი გირის აი შემტევითი ყველაფერი მის წინააღმდეგ იქნებოდა ჩემს აზრით გამოყენებული. ყობახიძე ხა ამ ყველაფერს ადევნებს იქ თვალყურს და იცის ხა ივანიშვილის ალბათ მდგომარეობა ყველაზე უკეთ, მაგრამ ჩვენი წინააღმდეგობა, ჩვენი ნებისყოფი, ჩვენი დისციპლინით, ჩვენი დაუბრუნებლობით უნდა გავაგრძელოთ და გუშინდება დღეს ეს დაადასტურა, რომ პირველ ეტაპზე პოლიტიკურმა ნაბიჯმა რომ ბოიკოტი გამოგვეცხადებია აი ამ პარლამენტისთვის, შემდეგ წარმოუდგენელმა სამოქალაქო გამბედაობამ, რომელიც გულისხმობდა ქუჩაში ბრძოლას გულისხმობდა მშვიდობიანად და ყოველდღე დგომას და არ ვიცი ეხლა მესამე ეტაპია, სადაც დიახაც გმართებს ნებისყოფით და გამძლეობით ამ პროცესში დარჩენა, სანამ შედეგს აი არ შევეხებით. ნიკა, ბოლო კითხვა ზუსტად თქვენი ამ დინამიკის გაგრძელებაზე მაინტერესებს, აი მართლაც მნიშვნელოვან ფაზაში გადავდივართ და გაძლებას, გამძლეობას, რესურსების ომს, მათ შორის ფსიქოლოგიურ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ფაქტია, რომ ამ რესურსების ომში ამ ეტაპზე ქვეყნის შიგნით ივანიშვილს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს და ის შეგნებლად აკეთებს იმას, რომ ის რამაც ეს რესურსები შეიძლება შეავსოს დახმარების გვერდში დგომის სახით, დასავლეთის მხარდაჭერის სახით, ის ცდილობს მაქსიმალურად მათ შორის საკუთარი თავის თვის საფრთხეების შექმნის ხარჯზე რომ შეამციროს. ანუ სიტუაცია მაქსიმალურად ქვეყნის შიგნით არაქმედუნარიანი გახადოს. ამისთვის ყოველთვის დგება ხოლმე აუცილებლობა არსებული რესურსების უკეთესად მობილიზების და კოორდინაციის. აი თქვენ ერთ-ერთი ხართ პარტიულ ლიდერებს შორის, რომელიც მართლა სისტემატურად არის რუსთაველზე და იქ უბრალოდ მე იმ გაგებით ვამბობ, რომ არაპოლიტიკოსების მხრიდანაც არაერთხელ მოგისმენიათ ხშირად, რომ აი ერთიანობის რა ფორმა შეიძლება იყოს, არავინ არ იძახის ერთ პარტიას და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ იქნებოდა ოპტიმალური განვითარება, რაც მანამდე თქვენ ილაპარაკეთ, აი ამ ყველაფრის ოპტიმალური ესე თქვა განვითარება პროცესის, პოლიტიკური პროცესის. დიახ, გუწმოდა ძალიან მოკლედ გიპასუხეთ. ჩემის აზრით პირველ რიგში ის რაც პოლიტიკურმა სპექტრმა ოპოზიციურმა მოახერხა მათივე დაწერილი ციფრებით ოპოზიციურმა სპექტრმა, რომ სინამდვილეში მართლაც ბევრს გავიწყდა, მეც გავიწყებ, არ დაგიმალოთ ხოლმე რეალურად გამარჯვებული ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უბრალოდ აღმოჩნდნენ რატომღაც ქართული გასაგებია და ქართული ოცნების უკან აი განაბიჯის გადავდგით და პარლამენტში არ ვართ, არადა მეც კი, როგორც თქვენი სტუმარი გეტყვით კიდევ ერთხელ, არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული იმაში, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრი ამას შეძლებდა და იყო სერიოზული საფრთხე, ვინაიდან ზურგს გვიმაგრეს ტკივილული გამოცდილება 2021 წლის, მაგრამ ეს შევძელით და ამან შემდეგ სხვა პროცესებს და სხვა ეტაპებს ჩაუყარა საფუძველი, ახლა გასაგრძელებელი არის აი მსგავსი პროცესი, რომელიც ამ პროცესის, ამ ეტაპის, მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრული იქნება. კიდევ გაღრმავება კრიზისი ივანიშვილისთვის და უარის თქმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების. ეს არ არის პანაცეა, რა თქმა უნდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით უკვე ყველაფერი თავდება გამარჯვებით ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ჩემთვის ეს ნიშნავს წინააღმდეგობაში დარჩენას. ჩემთვის ეს ნიშნავს გააზრებულად ბრძოლაში ყოფნას და იმის აღქმას და გასობიერებას, რომ შევთანხმდით მნიშვნელოვან ნაბიჯზე და დიახაც მომენტუმის მშენებლობას. თუ ეს არ ხდება, პრობლემა არის, არ მინდა ახლა
გასაგები, კი, ამ თემაზე გვისაუბრეთ. ნორმალიზებას ეკრება ადგილი, დიახაც, გიორგი თუ ნორმალიზება, მე რა ვიყო ახლა ივანიშვილი, ხო? მე გამიხარდებოდა რომ მომხდარიყო, აი მით უმეტეს გუში დეიდრის შემდეგ ნორმალიზება პროცესისა, ნორმალიზება ამ ავტოკრატიული წყობილების პირობებში პოლიტიკური ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი თუმცა ეს სულ უფრო რთული გახდება განსაკუთრებით კონგრესის გუშტელი აქტისა და სენატის გადაწყვეტილების და ასევე ევროპის დამოკიდებულების გამოც. ის კონსოლიდაცია ახსენეთ თქვენ გიახეთ რესურსების ხდება სხვაგვარად ნამდვილად ხდება თუნდაც ის რაც 9 მაისს იქნება და მე ჯერა თბილისში თქვენს მონაწილეობთ ვიცი და თქვენი კოალიცია საიდან აპირებს მვლელობის დაწყებას რომ ეს ინფორმაციას ჩვენ 6 საათზე ვიქნებით 6 საათზე დიახაც მეტროავლაბართან კოალიცია შარშან ამ დროსაც ზუსტად იქიდან დაიწყო თქვენი პარტიის მვლელობაც ესე მახსოვს შარშან მეტრო დიახაც 300 არაგველი და ნელა აი ეხლა მეტრო ალობარი იქნება ნახოს მოვდივართ ივანიშვილთან კარგი მადლობა ნიკა გელოდებით 6 საათზე მეტრო ალობართან მანამდე მარჯანიშვილის მეტროს თანაც შეუძლია ვისაც სურს ასევე რესპუბლიკის მოედანზე და შემდეგ 26 მაისსაც ხო ამ საკითხების გარშემო აი ამ მნიშვნელოვან პროცესში ერთად ვართ მე უბრალოდ ახლა თქვენ გესაუბრებით და მეორე ფიქრი სულ მუდმივად აი ეს რაღაცა მეორე ფიქრი მეხსნება, აი არ ვარ ჯერ ყველა თქოს ვერ გეტყვით გიორგი, კი უფრო და უფრო რთულდება, მაგრამ არ ვარ ჯერ ამისთვის მზად რომ თქვა რომ პოლიტიკური ოპოზიციური კლასის ნაწილი არ მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რთულია ერთი საკითხია, მაგრამ ამ პროცესში რომ კიდევ ძალისხმევის დახარჯვა გვიწევს იმ ადამიანებს, ვისაც გვჯერა რომ არ გასვლა ნიშნავს უბრალოდ აკვიატებას კი არა, არამედ თქმას და ნაბიჯის გადადგმას უსამართლო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აქვს აზრი კი არა არ შეიძლება რომ მე შანსი კონდეს ხვალდაზე წარმატების ამიტომ და თუ ეს არ ხდება რა თქმა უნდა პრობლემა რო არ მოხდეს ამაში ვიხარჯებით ენერგიასაც აი დღეს უბრალოდ ჩვენი მეგობრები იმერეთში იყვნენ ეხლა ჩამოვიდნენ ეხლა სამ დავუგვიერეთ თქვენ ჩარტოზე ამაზე ვესაუბრებით საზოგადოებას რომ დიახაც ჩვენის მხრივ კლიმატი შევქმნათ ადეკვატური რომ იმ ადამიანებს ვისაც აქვს ეს ფიქრი აშლილი გადავაფიქრებიოთ არა იმიტომ რომ უბრალოდ ხშურს ვიღაცის ვინც შეიძლება გავიდეს თვითმმართველობის არჩევნებზე არა არ მინდა რომ უბრალოდ ბრძოლას ამ ეტაპზე აზრი დაეკარგოს და აი შეცდომა არ იქნება უბრალო შეცდომა იქნება უმძიმესი შეცდომა და ამისგან თავი დავიზღოთ დიდი მადლობა და მადლობა როგორც შეგვიძლია ზუსტად 23 საათზე დავამთავრეთ